Almebit Politaniusis ეთერშია გადაცემა ფაქტი და პოზიცია, მე კი მისი წამყვანი რომა რატიანი ვარ. Დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ და ბოლო მონაცემებით ჩვენ უკვე ვიცით თუ რამდენი ვართ ქვეყანაში და ამ რიცხვმა შეადგინა 3.920.000-ზე მეტი ადამიანი. Რამდენად საგულისხმოა სტატისტიკა, რა ტენდენციები გამოიკვეთა და რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება. Ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გაცემის პირველი სტუმარი გახლავთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ვისაუბრებთ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ერთად. საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა, თუმცა რას ნიშნავს ეს დემოგრაფიული და სოციალური თვალსაზრისით? რას გვიჩვენებს მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემები და რა ტენდენციები იკვეთება? ნახეთ ფაქტი და პოზიცია. Მაშასე დავიწყოთ და ვიდრე გადავინაცვლებთ ჩვენ სტუმრებთან, მოდით გავეცნოთ იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც შეგვეძლება რომ დავინახოთ საერთო სურათი ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, რომელსაც უფრო ვრცლად უკვე ჩვენ სტუმრებთან რამდენიმე წამში განვიხილავთ. Დავიწყოთ იმით, რომ 3.920.000 არის ქვეყნის მოსახლეობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით და ეს რიცხვი 2014 წლის აღწერასთან შედარებით 216.000-ით არის გაზრდილი. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს შესაბამისი უწყების მიერ ჩატარებული გამოკითხვა. 62% ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო 34% ცხოვრობს სოფლად, ანუ ურბანიზაციის მეტად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ბოლო 10 წლების განმავლობაში და 52% არის ქალი, ხოლო 48% კაცია. ამ კუთხით რადიკალური ცვლილება ლოგიკურია, რომ არ შეინიშნება. რაც შეეხება შემდეგ მონაცემს, მოქალაქეობა საქართველოში ცხოვრების საერთო რაოდენობისა საქართველოს მოქალაქე არის 96%-ზე ოდნავ მეტი და ამავე გამოკითხვისა და საყოველთაო აღწერის მონაცემების საფუძველზე სტატისტიკურად ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ საერთო რაოდენობის 3.4%-ს. რაც შეეხება პირველ ხუთეულს ამ პროცენტულ ნიშნულში, პირველზე ლოგიკურია ალბათ და არ გაგვიკვირდება, რომ არიან რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები და ისინი ამჟამად ამ კვლევის მიხედვით საერთო რაოდენობა მათი არის 27.000-ზე მეტი ადამიანი, მეორე ადგილზე მოდის ინდოეთი 23.000 ადამიანით, მესამეზე არის უკრაინა 11.000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქეობის მქონე პირი არის ამჟამად საქართველოში, მეხუთეზე კი სომხეთი და აზერბაიჯანი, მეოთხეზე არის აზერბაიჯანი 8,000-ით, ხოლო სომხეთი არის დაახლოებით 5,000 ადამიანით წარმოდგენილი. და რაც შეეხება შემდეგ მონაცემს, მოსახლეობის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ ამჯერად უკვე თვითმმართველ ქალაქებში. პირველზე არის ბათუმი და შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ბუმია, აქ 54%-ით არის გაზრდილი ბათუმის მოსახლეობა, რაც ბუნებრივია, რომ მეტწილად ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრი უცხოელი და განსაკუთრებით ბევრი რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი დასახლდა ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში და ეს განაპირობა მეტად კიდევ უფრო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა. მეორე ადგილზე არის ყაზბეგი, რომელიც მოსახლეობაც გაიზარდა 29%-ით, ხოლო მესამეზე არის თბილისი, რომლის მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ შეადგინა 20.1%. და ახლა კი ჩვენ გავიცანით ამ სტატისტიკურ მონაცემებს და საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და ძირითადი კითხვა მოსახლეობასთან ჩვენი იყო ის, რომ რა არის მათი აზრით მთავარი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობა მოიმატა და მოდით მოვისმინოთ მათი აზრი. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა ბოლო 10 წელში 200.000. თქვენი აზრით სანდო ეს მონაცემები? 200.000-ით გაიზარდა. ლოგიკურად რასაც უყურებთ, ალბათ კი. და რასთან არის თქვენი აზრით ეს ზრდა დაკავშირებული? ცხოველების შემოსვლით. არ ვიცი რა მონაცემებით ითვლიან და როგორ ითვლიან, არ ვიცი, მაგრამ ნახევარი ქართველები რო საზღვარგარეთ არიან, ნამდვილად ვიცი. დამოკიდებული ალბათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან გაიზარდა. ჩვენი არ ამგონია ქართველებით გაზრდილი იყო ეს თემა. თუმცა თუ ქართველებით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება და ვისურვები ამას, რომ 200.000-ის გადა მილიონით გაზრდილი იყოს, მაგრამ ცუდია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით იზრდება ჩვენი ქვეყნის რაოდენობა. არ არის ჩემი აზრით მაგდენით გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა, ისედაც ცრუ ინფორმაცია ჩემი აზრით.
ზრდა არ ამგონია, იმიტომ რომ უფრო მგონია რომ ქვეყნიდან გადის. ახალგაზრდობაც, ოჯახებიც გადიან, მე პირადად ძალიან ბევრი ვიცი რომ გავიდა ქვეყნიდან ოჯახები და ძალიან ცუდია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად. მიმაჩნია რომ 200.000 არ არის ესეთი რიცხვი, რომ არასარწმუნოდ ვიღებოთ. კარგი, თქვენი აზრით სხვა რა გარემო პირობებთან არის დაკავშირებული მოსახლეობის ზრდა ამ მაჩვენებლით? უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის მაჩვენებლების ზრდა დაკავშირებულია მშვიდობასთან, სტაბილურობასთან, რაც ასე თუ ისე ჩვენ ქვეყანაში არის გარდა იმ არეულობებისა, რომელიც ხდება ქუჩაში, დანარჩენი და ცხოვრების პირობების შედარებით გაუმჯობესებასთან. გაიზარდა რომ მაშასა ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი თანამოქალაქეების პოზიცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით და მათი კითხვის მთავარი ადრესატი სწორედ ამავე უწყების ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე გახლავთ. ჩვენ მას ვესტუმრეთ და ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ, მოდით გავეცნოთ მის მოსაზრებებს. მაშასა ჩვენ იმყოფებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფისში, სადაც გავესაუბრებით ამავე უწყების აღმასრულებელ დირექტორ გოგიტა თოდრაძეს. მოგესალმებით ბატონო გოგიტა, მადლობა მასპინძლობისთვის. შეიძლება ითქვას ჩვენ ვართ ახლა აქ სტუმრები და საუბარი დავიწყოთ ეროვნული აღწერის შესახებ. თქვენი შეფასებით, რომელი შედეგი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი? თუ კი გავითვალისწინებთ ბოლო აღწერას და შევადარებთ მას 2014 წლის აღწერას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა ინტერესის გამოხატვისთვის. მოგლეთ, აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით, ანუ 216.000 კაცით. ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის წილი 5%-ული პუნქტით 57-დან 62.5%-მდე არის გაზრდილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის მოსახლეობა, რომელმაც 1.321.000 გადააჭარბა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 54%-ით ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. თუ 10 წლის წინ ამ ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 150.000-153.000 კაცი, დღეს იქ ცხოვრობს დაახლოებით 236.000. ზოგადად რეგიონულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, თბილისის გარდა ქვემო ქართლში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეინიშნებოდა მოსახლეობის რიცხოვნობის და დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. ესე იგი, მატება გვაქვს ქვემო ქართლში, ბათუმსა და თბილისში, ხომ? მხოლოდ დანარჩენში არის შემცირების ტენდენცია. თუ მუნიციპალიტეტების დონეზეც განვიხილავთ, სურათი კიდევ უფრო საინტერესოა. ნიშნავანი ზრდა თბილისის გარდა, მაგალითად ყაზბეგის, მარნეულის, ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეინიშნებოდა. რაც შეეხება ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს, მაღალმთიანი აჭარის დასახლებები, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტები არიან. აქ არის ასევე წარმოდგენილი წყალტუბოს, ლანჩხუთის და მთელი რიგი მუნიციპალიტეტები. დიახ, საინტერესოა, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შევეხეთ, თუმცა ამას მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდებით. მანამდე კი საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობაში, საზოგადოებაში ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეალურად ქვეყნიდან ძალიან ბევრი წავიდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შემდგომ უკვე რუსეთ-უკრაინის ომმაც განაპირობა გარკვეულწილად ეკონომიკური სირთულეები და ამას ბუნებრივია, რომ ადამიანთა წასვლა მოჰყვა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე წავიდა ქვეყნიდან და ამიტომაც საზოგადოებაში არის განცდა, თითქოს ქვეყანა იცლება რეალურად, თუმცა სტატისტიკა მეტყველებს საპირისპიროდ. რაზე შეიძლება მეტყველებდეს ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ რეალურად რა გამოიწვია მოსახლეობის რაოდენობის მატება ქვეყანაში? ესე იგი, მოსახლეობის არსებული მდგომარეობა რაც არის,
ზუსტად იმას ასახავს ოფიციალური სტატისტიკა და აღწერა ზოგადად მიჩნეულია უპირველეს და უპირატეს წყაროდ დემოგრაფიული სტატისტიკის წარმოებისას. ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 216,000 მოქალაქით არის გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა და თუ დავაკვირდებით დაახლოებით 91,000-ით გაიზარდა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. ანუ მხოლოდ ემიგრაციის მაჩვენებლით არ უნდა ვიმსჯელოთ მოსახლეობის რიცხოვნობაზე. ასევე გასათვალისწინებელია იმიგრანტების რაოდენობა. ანუ აღწერა ითვალისწინებს იმ პირების ასახვას, რომლებიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე. გაზრდილი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. მათი წილი 1%-ზე ნაკლები იყო 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით და ეხლა უკვე მისი წილი 3.4%-ს შეადგენს. ანუ ბუნებრივია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყანაში გაზრდილია. თუმცა ასევე საინტერესოა მაგალითად ეროვნული ნიშნის მიხედვით. აი აქ როგორ იყოფა კატეგორიებად? კი ვიხილეთ ჩვენ ნახეთ უკვე კვლევა, თუმცა კიდევ ერთხელ 5 ყველაზე გავრცელებული ეროვნების ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. როგორ გამოიყურება ეს 5-ეული? საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ზოგადად გაზრდილია 2.5%-ით, რაც რიცხობრივ მაჩვენებელში დაახლოებით 80,000 შეადგენს. მეორე ანუ დაახლოებით 84%-ია ეროვნებით ქართველი მოსახლეობა. შემდეგ მოდის ასე ვთქვათ აზერბაიჯანი, სომხეთის ეროვნების მქონე მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსი ეროვნების მქონე მოქალაქეები და მეხუთე ეროვნებას, რომელიც ქვეყანაში ცხოვრობს, წარმოადგენს ინდოელები. დაახლოებით 24,000 შეადგენს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები ინდოეთის მოქალაქეების რაოდენობა. თუ 10 წლის წინ 400-მდე ერთეული იყო, დღეს 24,000 შეადგენს მათი რიცხვი. დიახ, და ასევე მოდით შევეხოთ შიდა მიგრაციის საკითხსაც. თქვენ წეგანი საუბრეთ, რომ რეალურად თბილისში, ბათუმში და ქვემო ქართლში არის გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა ამასთანავე ასევე ცხადია ის მაჩვენებელიც, რომელიც გვევნება, რომ სოფლიდან ქალაქისკენ მოდის მოსახლეობა და ეს ტენდენცია თქვენი შეფასებით ნორმალურია თუ საგანგაშო და ბოლო აღრიცხვა რომ შევადაროთ 2014 წლის დღევანდელთან შედარებით, როგორი ტენდენციები იკვეთება ამ კუთხით? 2014 წლის აღწერასთან შედარებით ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელია, ანუ საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება დაახლოებით 62.5% შეადგენს 10 წლიან პერიოდში 5%-ული პუნქტით გაიზარდა. მოსახლეობა გაზრდილია მნიშვნელოვნად ქალაქ თბილისში და მის შემოგარენში, ასევე მცხეთის, რუსთავის მუნიციპალიტეტში, როგორც თავიდანვე ვახსენე, ქვემო ქართლის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია ზრდა, რაც არა მხოლოდ მიგრაციის მაჩვენებელს უკავშირდება, არამედ სწორედ ამ რეგიონებში შობადობა აჭარბებს მოგდაობის მაჩვენებელს, ანუ დადებითი ბუნებრივი მატება ახასიათებს აღნიშნულ რეგიონებს და შესაბამისად ეს არის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი. დიახ, და ასევე აღრიცხვის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც რომ ვისაუბროთ, ძირითადად რით არის დაკავებული საქართველოს მოსახლეობა, ეკონომიკის რომელი სფერო არის მეტად განვითარებული, სად არის უფრო მეტი შემოსავალი და აი ეს როგორ დაიყო ესე რომ ვთქვათ ეს მაჩვენებელი, ძალიან საინტერესო იქნება ამის გაგებაც. ძირითადად თუ ეკონომიკის სტრუქტურას გადავხედავთ, ძირითადად დამაუმშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და მშენებლობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი ლიდერობენ. შესაბამისად ეს მიმდინარე სტატისტიკითაც შეინიშნება. შემოსავალი შედარებით მაღალია დედაქალაქში, ეს განაპირობებს კიდეც ურბანიზაციის მაჩვენებელს, საშუალო ხირფასის მაჩვენებელი გარკვეულწილად აღემატება რეგიონებში ხირფასის საშუალო თვიურ ოდენობას.
დიახ და ასევე საინტერესო იქნებოდა უშუალოდ კვლევის წარმოების პროცესიც რომ გვიამბოთ. კვლევა ჩატარდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. თუმცა იყო ცალკეული მუნიციპალიტეტები, სადაც გარკვეული კლიმატური პირობების გამო კვლევა წინასწარ ჩატარდა, გულისხმობ მაღალმთიან რეგიონებს, სვანეთს, თუშეთს და ასე შემდეგ სხვას. რამდენი ადამიანი იყო ჩართული კვლევის წარმოების პროცესში გამოკითხვის დროს და ამასთანავე რამდენ ხანს გაგრძელდა, მოკლედ აი ეს სტატისტიკური მონაცემები ძალიან საინტერესო იქნებოდა, რამდენი ოჯახი მოინახულეთ, რამდენი ადამიანი იყო უშუალოდ ჩართული ამ პროცესში, აი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ გაგვეგო. მოსახლეობის აღწერა სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან ერთად ჩატარდა 2024 წლის მიწურულს 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, რომელშიც მონაწილეობდა 12500 ინტერვიუერი, რომელმაც რამდენიმე თვითადრე სპეციალური მომზადება და ტრენინგი გაიარა. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში დასახლებაში მოსალოდნელი იყო ამინდის შესაძლო გაუარესება, ჩვენ სექტემბრის პერიოდში მოვახდინეთ მონაცემთა შეგროვება. ეს გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ეს არის მაგალითად დუშეთის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე დასახლება, სოფელი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მონაცემთა დამუშავებას, გრძელდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ერთი წლის წინ ზუსტად გამოვაქვეყნეთ წინასწარი შედეგები და ეს გათვალისწინებული იყო კიდეც სტატისტიკურ სამუშაოთა კალენდრით. დიახ და ასევე აუცილებლად უნდა აუხსნათ მაყურებელს, რეალურად რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო რისთვის იყენებს ამ მონაცემებს, რატომ უნდა ვიცოდეთ რამდენი ვართ ქვეყანაში. ძალიან ბევრი მიმართულებით შეგვიძლია აქ საუბარი, თუმცა მაინც ძირითადი ასპექტები რომ გამოვყოთ. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს შევეხები, ეს აღწერა იყო პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში სრულიად ელექტრონული აღწერა, როდესაც ჩვენ აღარ გამოგვიყენებია ქაღალდის კითხვარი, უფრო მეტიც პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაცემები თვით რეგისტრაციის მეთოდით შევაგროვეთ, თუმცა მისი წილი დაახლოებით 5% იყო და შემდეგ ამას მოჰყვა კარდაკარის პრინციპი, ანუ ტაბლეტების, პლანშეტების გამოყენებით შეგროვდა მონაცემები. გარდა ამისა, შემდეგ მონაცემთა ვალიდაციის და სხვადასხვა პარამეტრების შევსების თვალსაზრისით გამოვიყენეთ მთელი რიგი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროები. რაც შეეხება აღწერის მნიშვნელობას, ის უდაოდ მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აღწერა წარმოადგენს უპირველეს და უპირატეს წყაროს მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის წარმოების პროცესში. ის არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ბიზნეს სექტორის, ნებისმიერი არაკომერციული თუ ფიზიკური და ინდივიდუალური პირებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ იძლევა სხვადასხვა სახის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ის ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის მაკროეკონომიკური პარამეტრების გასაანგარიშებლად, როგორიცაა მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ის წარმოადგენს ასევე ჩარჩოს შინამეურნეობების გამოკვლევისთვის, სასოფლო-სამეურნეო გამოკვლევისთვის, რომელსაც კვარტალურად ვატარებთ და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ მონაცემებს. გამომდინარე იქიდან, რომ ათობით პარამეტრის მიღება არის შესაძლებელი უმცირესი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. დიახ და ბოლოს მექნება შეკითხვა, იყო თუ არა რაიმე ისეთი ამ საბოლოო კვლევის შედეგად, რამაც გაგაოცათ ან გაკვირვებული დაგტოვათ წინა კვლევას რომ შევადაროთ 10-12 წლის წინანდელს 2014 წელთან შედარებით 2024 წლის აღწერამ დატოვა თუ არა თქვენზე რაიმე გაკვირვების შტაბიშტილება ისეთი რამე თუ მოხდა, რასაც პირადად შეიძლება ელოდით, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს აისახა საბოლოო შედეგში. განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, თუმცა არის მთელი რიგი პარამეტრები, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია 10 წლის წინანდელ აღწერასთან შედარებით. გაკვირვება არ გამოუწევია ამას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღწერათა შორის პერიოდში მიმდინარე დემოგრაფიულ აღრიცხვას ვატარებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა
წყაროების საფუძველზე და შესაბამისად მეტნაკლებად ჰქონდა ამასთან დაკავშირებით სურათი. დიდი მადლობა ბატონო გოგიტა მომწვრავი პასუხებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი გახლდათ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.